დილა მშვიდობისა, დღეს ორშაბათია 18 მარტი და თქვენ რა თქმა უნდა მაგვიზარას უყურებთ. მე ვაგრძელებ მამაკაცებისათვის საინტერესო კვირეულს, კვირის თემა იქნება სამაგიდო თამაშები. დღეს კი სტუმართან ერთად კომპიუტერული თამაშების დადებით და უარყოფით მხარეზე ვისაუბრებ. ამიტომ დარჩით ჩვენთან წინ საინტერესო 3 საათი გელოდებათ. მოგესალმებით ყველას, გაიღვიძეთ მაგვიზარასთან ერთად. როგორც კახა აგრძელებს თავის თემას მამაკაცებისთვის, მეც ასევე ვაგრძელებ ტრადიციას და ქალბატონებისთვის საინტერესო კვირეული სამკაულებს და აქსესუარებს მიეძღვნება. ძვირფას საჩუქრებს და აქსესუარებს მიეძღვნება. დღეს ძვირფას ქვებზე ვისაუბრებთ, ვინც აიცით, გაიგებთ თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამა თუ იმ ქვას. ასე რომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვიყუროთ. მე კი ტრადიციულად გეტყვით თუ რაზე ამახვილებს ყურადღებას ბეჭდური მედია და ინტერნეტის ამებსაც გაგაცნობთ, თუ Facebook-ის მომხმარებელი ხართ, აუცილებლად შენიშნავდით კარიკატურებს, რომლის მთავარი მოქმედი გმირის გაბრაზებული კატაა. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ YouTube-ზე საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ახლა რაც შეეხება საქართველოს, რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმის სიმინდის კუნძულის გადაღება 9 აპრილს ტყიბულში დაიწყება, მან უკვე მიიღო ევრიმაჟისგან დაფინანსება 200,000 ევროს ოდენობით. ალბათ მიხვდებოდით, რომ დღეს ჩვენი სტუმარი თავად რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იქნება. დილა მშვიდობისა, დარჩით ჩვენთან ერთად მომდევნო 3 საათი და გაიხალისეთ დილა მაგვიძარასთან ერთად. დღეს რძის შესახებაც ვისაუბრებთ. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ხარისხიანი რძის პროდუქტები შევიძინოთ და არ დავჭეთ მოტყუებულები. ამის შესახებ 1 საათში სიუჟეტიდან შეიტყობთ, გადაცემის ბოლოს კი მაგვიძარას ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ალილო ეწევა. რას იწვევს გადაჭარბებული კომპიუტერული თამაშები? გაიგეთ უარყოფითი და დადებითი ზეგავლენის შესახებ. სამაგიდო თამაშების კვირეული. სამხედრო სამსახურში გეიმერებზე არის დიდი მოთხოვნა. დაფიქრდით, სანამ ქალბატონს ძვირფას სამკაულს აჩუქებთ. ყველა ძვირფას ქვას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ალმასი საჭიროა ატარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანები. რა უნდა ვიცოდეთ, სანამ რძის პროდუქტს შევიძინოთ? საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს თვალსაზრისით მსოფლიო რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ეკოლოგიურად სუფთა გარემო და უნიკალური კლიმატი ქართულ მწარმოებლებს საუკეთესო პირობებს უქმნის, რათა მომხმარებელს იდეალური რძის პროდუქტები მიაწოდონ. საფირისა და ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი ნაპოლეონმა ჟოზეფინასთვის სპეციალურად დაამზადებია. პარიზში ამ უძვირფასეს სამკაულს ოსენატის აუქციონზე გაიტანენ. წყვილს განსხვავებული და უჩვეულო სიყვარული ჰქონდა. ისტორიას მათი არაერთი სასიყვარულო ბარათი შემორჩა. დილის პრესა, ჰოროსკოპი, ინტერნეტის ამბები, სპორტის სიახლეები, ამიდის პროგნოზი, ვინილის მუსიკა. რეჟისორ გიორგი ოვაშვილის პროექტმა სიმინდის კუნძული ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა. ფილმის გადაღებები 9 აპრილს ტყიბულში დაიწყება. მაგვიზარა სტუმრები, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ალილო და მისი ხელმძღვანელი ზურა დათიკაშვილი. მაგვიზარა, გაიღვიძეთ. დილა მშვიდობისა კიდევ ერთხელ. დილა მშვიდობისა, დარჩით 11 საათამდე მაგვიძარასთან ერთად. დილა მშვიდობისა, კიდევ ერთხელ. ჩუმადალე. არა, უჩვეულოდ ჩუმად ვარ ხო? მარიკა, შენ გინდოდა რომ ქარიშხლის სახელი დაერქვა, თავი შენი სახელობის ქარიშხალი ყოფილიყო და დღეს ქარიშხალია საქართველოში და მე ვარქმევ მანიკას. გამოიწვია შენ კარგით რა. დღევანდელ ქარიშხალს მანიკა ქვია. დღევანდელ ქარიშხალს ქვია მანიკა. მე გადავალ ჩემ თემაზე დენდი გიყვარდათ კომპიუტერული. მარიო? მე მარიო. ტანკე. მარიო ეხლაც მიყვარს. მეც. ეხლა სტამაშობ მე? როცა დრო მაქვს. შენ ლემა რატო ხარ ჩუმად? არა, მეც მიყვარდა და პრინციპში სხვა ალტერნატივაც არ იყო, რომ სხვა ნუ არ იყო მაშინ ეგ იყო. ტეკენი. ბიჭური თამაშები. მოკლედ მე დიდი გეიმერი არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს კომპიუტერული თამაშები, ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა და ეხა უბრალოდ დრო არ მაქვს ფიზიკურად, თორე ძალიან მინდა რომ ახალ თამაშებს გავეცნო. თუმცა თუ ძალიან ბევრს ვითამაშებ, შეიძლება რეალობის შეგრძნებაც კი დავკარგოთ, ამიტომ ცოტა ზომიერება უნდა დავიცვათ, ან ზუსტად ამასთან ისევე როგორც ყველაფერში, ყველაფერში, რა თქმა უნდა. ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრებ ჩემს სტუმართან ერთად, ფსიქოლოგ მარინა კაჭარავასთან, რომელიც სიუჟეტის შემდეგ შემოგვიერთება. ზოგისთვის უბრალოდ გასართობი, ზოგისთვის კი ცხოვრების წესი. უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ კომპიუტერული თამაშები ძალიან აზარტულია. ის თითქმის ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს. Counter Strike, Need for Speed, Call of Duty, Lineage 4-5 წლის მოზარდიდან დაწყებული დასრულებით დამთავრებული. მსგავსი თამაშებით გატაცებულია ყველა. მით უმეტეს დღეს არსებული კომპიუტერული თამაშები ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს.
ზოგჯერ ეს აზარტული თამაშები მამაკაცებს ისე იტაცებს, რომ საერთოდ ავიწყდებათ, სახლში პური რომ აღარ არის. ბავშვისთვის პამპერსია მოსატანი ან ცოლის დაბადების დღე რომ არის. არადა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ეს თამაშები საოცარი სისწრაფით იხვეწება. და თუ ადრე დენდის კომპიუტერით მხოლოდ მარიოს ან ეგრეთ წოდებულ ტანკებს თამაშობენ, ახლა Xbox-ის გამოიგონეს, რომლის საშუალებითაც თამაშის მონაწილე თავად ხარ და ყველა დაბრკოლებას თუ მისია საკუთარ ტყავზე ცდი. მათ ვინც ამ აზარტულ თამაშებს ეშმაკის გამოგონილს ან კაცობრიობის დამღუპელს უწოდებს, ვეტყვი რომ თავის დროზე ეს თამაშები ადამიანის ლოგიკის, ინტუიციისა და აზროვნების განვითარებისთვის შექმნეს. აქ ბევრი რაღაცას ეცნობი, ხდები რაღაცაში დახელოვნებული, სხვაშორის სამხედრო სამსახურში გეიმერებზე არის დიდი მოთხოვნა. ბევრს მიაჩნია რომ კომპიუტერი დიდხანს ჯდომა კომპიუტერთან მხედველობაზე მოქმედეს იმ მხრივ რომ ღლის, თორე გაუარესება მხედველობის არ ხდება. როგორც ამბობენ გადაჭარბებული არაფერი ვარ გაო. და თუ თქვენ აშკარა გცნობთ რომ კარგავთ საზღვარს რეალობასა და წარმოსახვას შორის, ეს იმას ნიშნავს რომ Counter Strike-ში მეთოდის დასამარცხებლად კომპიუტერთან დღე-ღამეში 10-12 საათზე მეც ატარებთ. თამაშები ისეთი ძალიან აზარტულია. განსაკუთრებით ეს ქსელური თამაშები ეგრეთ წოდებული, შემთხვევა აღწერილი რომ კორეელი თუ არ ვცდები მოკვდა ელემენტარულად, მას მერე 2 დღე-ღამე გადამულად თამაშობდა ისე რომ წუთი არ უძინია. ეს ძილის დარღვევები ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ხდება ამ ქსელურ თამაშში ბევრი პარტნიორია, ხო? სოფლიოს ყველა კუთხეში სადღაც ღამეა, სადღაც დილა და სადღაც შუადღე. მეორე სოციალური კავშირების შეზღუდვა თუ შეიძლება ითქვას, ძალიან ესე იგი რეალურ ადამიანებთან ამ გეიმერს უჭირს, ან არ უნდა ურთიერთობა, ახლობელი იქნება მეგობარი, ნათესავი და ასე შემდეგ. სამედიცინო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტისა და ვიდეო თამაშებისადმი მიდრეკილება ლუდომანიის, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმა. ეს დაავადება, რომელსაც ფსიქიატრმა სახელიც კი მოუძებნეს, ინტერნეტ ადიქციაა და ის ემუქრება მათ, ვინც ვიდეო თამაშებზე დღეში 2 საათზე მეტ დროს ხარჯავს და ინტერნეტ სივრცეში 10 საათზე მეტს ატარებს. რას იწვევს კომპიუტერული თამაშებით გადაჭარბებული ტკბობა. ეს არის ნევროზი, ეს არის რა გარკვეული, ძილის დარღვევა არის ძალიან ცუდად მოქმედებს ზოგადად ჯანმრთელობაზე. ეს არის უცნაურობა ქცევაში, რეალურში. ეს არის რეალობის გზნობის დაკარგვა. მაგალითად, აღწერილი ასეთი შემთხვევები, რომ რეალურ სამყაროში გეიმერი ძალიან მარტივად იღებს რაღაცა გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მიჩვეულია, რომ თუ არ გამოუვა, თავიდან შეიძლება ატვირთოს ის დონე თამაშის, რაც რეალურ ცხოვრებაში ცხადია არ ხდება. თუ არ გსურთ რომ კომპიუტერულმა თამაშებმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ან ოჯახური კონფლიქტი შეგიქმნათ, სცადეთ რომ ამ ჯადოსნურ ყუთთან დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გაატაროთ. Game over. ჩვენ შემოგვიერთა ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, დილამშვიდობისა დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. საერთოდ ეს პირველი თამაშები შექმნეს ლოგიკისა და აზროვნების სავარჯიშოდ, თუმცა მე ძალიან დაიხვეწა ეს თამაშები, ძალიან რეალისტური გახდა და შეუძლებელია რომ არ ჩაგითრიოს და აი რაღაც არ ჩაიძირო ამ თამაში და მართლა შეიძლება რომ რეალობის შეგრძნება დავკარგოთ. რასაკვირველია თუ ეს არის ძალიან გახანგრძლივებული, იმიტომ რომ ამ დროს იკარგება აქ და ამჟამად განცდა, ანუ დროისა და ადგილის განცდა. რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი წარმოიდგინეთ, რომ უცბად დაკარგოთ განცდა სად ხართ და რა დროა და ეს აქ და ამჟამად არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ზოგადად ეს ინტერნეტ ადიქცია დღეს მართლაც უკვე ნოზოლოგია, IAC ქვია მას, IAD უბრალოდ ეს არის Internet Addiction Disorders, რომელიც შიზოფრენიის გვერდით განიხილავენ. 10, 12 და 18 საათი შეიძლება ატარებდეს ადამიანი კომპიუტერთან. და ძალიან სახიფათოა. ჯერ ერთი აუტისტური სპექტრის შემოდის, ანუ მთლიანად გადის რეალობიდან ადამიანი. თქვა თუ მას შეუძლია ოჯახიც კი შექმნას ინტერნეტში, თქვა შვილებიც ყავდეს დაგეგმოს რამდენი, უფრო მეტიც თქვა იქ სერიოზულად განიცდის იმას, ვინ დაალაგებს სახლს, ის თუ მისი ვირტუალური მეუღლე. ანუ ეს არ არის ესეთი თქვა სახუმარო თემა, სხვათა შორის ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. ხალხო მარინა, მე ვაღიარებ, რომ ერთი პერიოდი ვიყავი
დამოკიდებული ამ თამაშებზე. ანუ ძალიან მინდებოდა ხოლმე რომ მეთამაშა და რაღაც რამოდენიმე საათი ვთამაშობდი. ანუ ეს დამოკიდებული რო არ გავხდეთ. ანუ ეს ხო შეიძლება ცოტა დრო ვითამაშოთ. ანუ არ დაუთოთ ამას დიდი დრო. აი დაახლოებით თქვენი აზრით რამდენი საათი შეიძლება რომ მაქსიმუმ ვითამაშოთ, რომ აი ამაზე რაღაცა ძალიან დამოკიდებულები არ გავხდეთ. იცით რა, საერთოდ ზოგადად ეს არის დამოკიდებულების დაავადება, addiction, რასაც ქვია, რომელიც შეიძლება ადამიანს და ნებისმიერ სფეროში დაემართოს, მიჯაჭვულობა. არ აქვს ამას მნიშვნელობა, რას მიეჯაჭვები და ამ შემთხვევაში არის მიჯაჭვა კომპიუტერთან და თამაშებთან. ზოგადად თამაში პოზიტიურია და ის არის ბავშვის ქცევა, მაგრამ როდესაც ეს თამაში ხდება, ეს რაღაც ფიქსაცია არის გარკვეული რაღაც ბავშვობის ასაკში. ადამიანი გაუთავებად თამაშობს. ეს არის გაქცევა რეალობიდან, რეალური პრობლემებიდან ძირითადად, ხო? გარბი ხარ თამაში. რასაკვირველია, ადამიანი პიროვნება მეტია ვიდრე ნებისმიერ, თუნდაც გენეტიკა, ნებისმიერი თუნდაც დაავადება, მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს და შეუძლია რომ თქვათ ითამაშოს ნაკლები ან მეტი, თუმცა ადგება მომენტი, როდესაც მას ეს აღარ შეუძლია და ამ დროს მარტო ფსიქოლოგი ვეღარ შველის, უკვე ამ შემთხვევაში უნდა მას ფსიქიატრიული დახმარება. და უფრო როგორ ფსიქოტიპებზე ვრცელდება ეს? თუ არის რაი რომ კონკრეტული ფსიქოტიპი, რომელიც უფრო ადვილად ებმევა ამ ყველაფერს და უფრო როგორ არ არის? იცით, საერთოდ ძირითადად სხვადასხვა მიმართულება, აი მაგალითად არიან კაზინოში მოთამაშეები და აზარტული თამაშები სლოტ კლუბებში. ისინი უფრო ექსტერნალები არიან, ესენი ინტერნალები არიან. აი ვინც კომპიუტერთან მიეჯაჭვება, ანუ მას რეალობაში არ აქვს თავისი აქტუალიზაციის საშუალება და ის ძირითადად ამას ყველაფერს ახერხებს, ანუ კომპენსაციური მექანიზმი აქვს იმაში, ვთქვათ, კომპიუტერში თამაშების შემთხვევაში. ხა აქ ახსენეს, არა მარტო თამაშები, აქ არის სოციალური ურთიერთობები. მე თუ ეს შემიძლია ვთქვათ, უფრო კარგი სურათი დავდო, ვიდრე ვარ და რაღაც ურთიერთობები დავიწყო ვიღაცასთან, თითქოს ვარ ახალგაზრდა ან ლამაზი ან ასე. ანუ მე აქაც ჩემი ოცნების რეალიზაციის საშუალება მაქვს. გარდა ამისა არის პორნო საიტები, ასევე ვთქვათ, ეს კიბერსექსი არის ძალიან სერიოზული და დღეს ესეც ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ნოზოლოგია, ვთქვათ, როგორც ბიჭები, მამაკაცები სარგებლობენ ამათ, ისევე ქალები და გოგონები სამწუხაროდ. ასევე გარდა ამისა, აქ არის ინფორმაციის მოპოვება, შოპინგომანია, ეს ონლაინ ყიდვები, რომელიც ვთქვათ, ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს. საერთოდ ნებისმიერ რამე შეიძლება კოლექციონერობიდან დაწყებული, დამთავრებული აი ცეცხლის წაკიდებით, პირომანიით, შესაძლოა უშუალოდ თამაშებზე რომ ახსენეთ, სოციალური ურთიერთობები ახსენეთ თქვენ. ანუ თუ კი ადამიანი თამაშობს, ინტერნეტ თამაშობს, ავტომატურად ნიშნავს, რომ მას სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა აქვს ცხოვრებაში? ავტომატურად არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ აქ არის ლაპარაკი რა რაოდენობით თამაშობს. თუ ის აი აქ იყო ლაპარაკი 12 საათი რო თამაშობს, აი ბავშვი ან მოზარდი, რა ურთიერთობებზე იქ უკვე ლაპარაკი, ყველაფერი ჩაანაცვლა ამ თამაში. აი ზუსტად ეგ უნდა გაითვალისწინო, ხო? იმიტომ რომ ყველა თამაშს საერთოდ აწერია ასაკობრივი ზღვარი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მშობელმა, რომ რაღაც ასაკამდე ამ თამაშის ნახვა პატარა ბავშვისთვის ხო არ შეიძლება რა. რა ასაკიდან შეიძლება, ანუ დაახლოებით ბავშვი რო რაღაც 2 საათი ხა თვად უარიც თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეხა მისი მეგობრები თანასწორები ყველა თამაშობს მივა სკოლაში ეტყვიან რომ აუ ნახე რა მაგარი თამაშია მე ვითამაშე და იმას შეიძლება ამ რაღაცა ითქონოს. ხო, ანუ ალბათ თქვენ გახსოვთ ეს ფერმა რო იყო რაღაცა მთელი საზოგადოება ჩაათრეული ამ თამაში და თქვათ უკვე რაღაცა ანეკდოტური იყო ეს სიტუაცია რომ თქვათ თოხი არავის უნახავს თვალით და ბარი და იქ რაღაც გარბოდენ სამსახურიდან რომ ფერმაში რაღაც ყვავილები ქონდა დასაწყისში. შენ სადღაც არ მახსოვს ინტერნეტში წავიკითხე თუ არა ფერმის გამო დედამ რაღაცა ბავშვი რაღაც მსგავსი ინფორმაცია იყო, მაგრამ ეს მაინც ალბათ საშინელი აგრესია, აი რომ გამოურთო კომპიუტერი. საერთოდ არის სპეციალური კითხვარები მაგათ დასადგენად, რამდენად ეს არის უკვე ადიქტია თუ არ არის ჯერჯერობით. მე ფიქრობ ზომიერებაა საჭირო, ანუ თუ შევაჩვენოთ ჩვენ თავსაც და ბავშვებს რომ აი რაღაცა საათნახევარი მაქსიმუმ ითამაშოს, ალბათ ეგ არის ყველაზე მთავარი პრობლემა. დიდი მადლობა ქალბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან მე შეგახსენებ ჩემი სტუმარი იყო ფსიქოლოგი მარინა კაჭარა. ახლა კი მაგვიძარას ეთერში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ირაკლის შავლიაშვილთან ერთად დაუბრუნდებით და სპორტის სიახლეებს გავიგებთ. მაგვიძარა, გაიღვიძეთ.